მეჩეთის აშენების საკითხის განხილვა გრძელდება აჭარაში. ბათუმის პრეს-კაფეში მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ორგანიზებით აღნიშნული თემით დაინტერესებული საზოგადოების მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს მწვავე კამათი გამოიწვია საკანონმდებლო ორგანოსთვის განკუთვნილმა მიმართვის ტექსტმა. შეკრებილი საზოგადოების ნაწილის აზრით საქართველოს პარლამენტმა უნდა ისჯელოს მეჩეთის შესაძლო აშენებაზე და შესაბამისი ზომებიც მიიღოს, რათა მშენებლობა არ იქნეს დაშვებული. თუმცა არსებობს განსხვავებული პოზიციაც, რომლის მიხედვითაც ისინი აპირებენ, რომ თურქეთიდან რომ არ მოხდეს ბათუმის ოკუპაცია, აუცილებელია რევოლუცია. უკვე ამდენმა ქადაგებებმა, ამდენმა საუბრებმა, რომ ეს ასეა ისე აღარ არის, უკვე დაამთავრდა ეს დრო. ჩვენს მთავრობას, ეგრეთ წოდებულ მთავრობას, ლაფში ჩაფლული ურემი შინმიტანილი გონია და ჩვენ ახლა უნდა დაუმტკიცოთ იმათ. არავით არის სხვა გზა, სხვა ხსნა, ჩვენ არ გაგვაჩნია გარდა რევოლუციისა. რჩება მხოლოდ და მხოლოდ მუზეუმები, რომელიც დაამტკიცებს, როგორც გაფორმება ხდება, დაამტკიცებს, რომ ეს ადგილი, ეს ტერიტორიები არის ისტორიულად მათი.